კითხულობდა აშკარად ბევრს, იმიტომ რომ ციტატებს სუ მე არ მახსოვს ეგ, აი ზბორებზე რო ვიყავით, რომ გარეთ ყოფილიყო რა, სუ იყო ნომერში, სუ რაღაცას წერდა, სუ რაღაცას კითხულობდა, ნუ მოკლედ თავის თავზე მუშაობდა ბოლომდე რა, ფაქტიურად, აი ბოლო წუთამდე იყო მაგით დაკავებული. თუ რამეში ეჭვეეპარებოდა, მიდიოდა საჯარო ბიბლიოთეკაში, აი მიდიოდა და საათობით იჯდა რაღაც თემაზე. მაგრა შეისწავლა ანატომია, მაგრა შეისწავლა ფიზიოლოგია, ფსიქოლოგია, დაყავდა მე მახსოვს ფიზკულტურის ინსტიტუტში ესეთი პროფესორი იყო დვალი, ფსიქოლოგი, რომელიც მოდიოდა ჩვენთან ბაზაზე და ჩვენს გვესაუბრებოდა და ნოდარასთან ხო რაღაც პერიოდის სულ იყვნენ ჩაკეტილები, სულ რაღაცებს ლაპარაკობდნენ, ნუ მოკლედ აი თავისი პროფესია შეისწავლა ძალიან მაგრა რა. აი იმის გარდა რომ როგორც ძელი ნიჭიერი იყო, აი რაც გარშემო ჭირდებოდა ფსიქოლოგია კიდევ ერთხელ ვამბობ, ფიზიოლოგია, იქ ბიოლოგია, ნუ ყველაფერს სწავლობდა, რაც ფეხბურთელის გარშემო უნდა ყოფილიყო და უნდა ცოდნოდა მცველს.